პორტუგალიაში ხანძრებს 2000-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ებრძვის. ამ დროისთვის ხანძრის 3 კერაა, სადაც საერთო ჯამში 670 სახანძრო მანქანა და 21 ვერტმფრენია მობილიზებული. პორტუგალია ბოლო რამდენიმე დღეა 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ებრძვის. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ესპანეთთან ახლოს ხანძარი, რომელიც შაბათს საღამოს დაიწყო, უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. საფრთხეს უქმნის სოფლებსა და გერეშის დაცულ ტერიტორიებს. აი ხედავთ როგორ იწვის ყველაფერი, მინდა რომ ხანძარი არ გავრცელდეს. ვფიქრობ ბილიკებზე მომუშავეები ხეობის მეორე მხარეს არიან და ცდილობენ რომ ცეცხლის სხვა მხარეს არ გადავიდეს. ორშაბათის გვიან საათებში ორი ახალი ხანძარი დაიწყო ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, რომელიც სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო. ველური ხანძრები პორტუგალიაში ხშირია, განსაკუთრებით პორტუგალიის სოფლებში. 2024 წელს ხანძრებთან პირდაპირ დაკავშირებული მინიმუმ 5 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა და ათობით ადამიანი დაშავდა.